საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემა ტიციან ტაბიძის ლექსი მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე. ამ ლექსში წარმოჩენილია ხელოვანის ტრაგიკული ბედი ტოტალიტარულ დიქტატორულ სახელმწიფოში. თავიდანვე მკითხველი განეწყობა ერთგვარად უარყოფითად, რადგან ლექსის სათაურში არის მკვლელობა ნახსენები. ლექსი 1926 წელს არის დაწერილი. როგორც ვიცით, ეს არის დრო, როდესაც პოეტს გამოთხოვება მოუხდა ესთეტიკურ იდეალებთან, ძველ ესთეტიკურ იდეალებთან, რომლებსაც პოეტი აღიარებდა ცისფერყანწელობის პერიოდში, რომლის ერთგული იყო ის სხვა მეგობრებთან ერთად. ცისფერყანწელები იყვნენ სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმული პოეტები, როგორც ხატოვნად წერდა ნიკოლო მიწიშვილი და ეს დრო ჩაბარდა წარსულს. ახალი სახელმწიფო პოეტთაგან მოითხოვდა ახალ იდეალებს, კონკრეტულად კომუნისტური იდეოლოგიის სამსახურში ჩადგომას. ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო. 1926 წელს ჩატარდა ქართულ მწერალთა ყრილობა, სადაც გამოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები და ერთ-ერთმა განაცხადა, რომ ქართული მწერლობა აუცილებლად რევოლუციის ნიადაგზე უნდა დადგესო. აქ სხვადასხვა მწერალი გამოვიდა, მათ შორის იყო კონსტანტინე გამსახურდია, რომლის სიტყვა იყო ყველაზე თამამი. და მან განაცხადა, ჩვენ გვეკითხებიან, მოგწონს თუ არა წითელ ჩაბალახიანი საქართველო. ჩემთვის სულ ერთია, საქართველო წითელ ჩაბალახიანი იქნება თუ თეთრ ჩაბალახიანი. მე მიყვარს ჩემი ქვეყანაო. აქ ხსენება თეთრ ჩაბალახიანი საქართველოსი, რა თქმა უნდა, იყო მინიშნება თავისუფლ საქართველოზე და ეს იყო ძალიან დიდი სითამამე მწერლის მხრიდან. ვამბობ სითამამე, იმიტომ რომ დრო იყო ასეთი, თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველოს ხსენება ფაქტობრივად ერთგვარ დანაშაულს ეთანაბრებოდა. გასული იყო სულ 2 წელი 1924 წლის ტრაგედიიდან, როდესაც სისხლში ჩაახშვეს ცნობილი აჯანყება. ამიტომ ეს ტკივილი იყო ქართველი მწერლებისთვის მოუშუშებელი ჭრილობასავით. ძალიან ჩქარა მოვიდოდა, კიდევ გავიდა რამდენიმე წელი და მოახლოვდებოდა 1927 წელი სასტიკი რეპრესიების წელი. ტიციან ტაბიძის ამ ლექსში ყოველივე ამის წინაგრძნობა არის. წაგიკითხავთ ამ ლექსს. ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი, ვუახლოვდები ჩვენკენ დარიალს, დამშრალი თერგი ერთი წვეთია, მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს. წამექცა თავზე ცა გარღვეული და ცაზე კიდევ სხვა მყინვარისა და დარიალით გადარეული თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს და გადავყურებ ალმას უფსკრულებს, კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს, ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს, ვიცი, მომელის, მაინც ეს ბედი და ისიც ვიცი, ჩემზე ახია, ძვირფასო არ ვარ იცოდე ყბედი, ან თავის მოკლა რა ტრაბახია, მაგრამ მიტაცებს ქარის ხალივით ამ თვალუწვდენელ ხრამების ფსკერი, ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით, ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი, მინდა რომ ვიყო მწირი გულადი, საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბრდღნა, ვარ ავსებული შენით ყელამდე და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა, მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე, მინდა გავიხსნა გული ალალი, მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე. შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი. ამ ლექსიდან მართლაც საოცარი ენერგია მოიფრქვევა. რაღაც მოვარდნილი მეწყერივით არიან ეს ტრიქონები და გვახსენდება, რა თქმა უნდა, ტიციან ტაბიძის ცნობილი ლექსი მე არ წერ ლექსებს, ლექსი თვითონ წერს. ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. ამ ლექსშიც ნიაღვარივით მოედინებიან, როგორც აღნიშნე, ეს ტრიქონები და თან მოაქვთ გრძნობები. ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი, ვუახლოვდები ჩვენკენ დარიალს, დამშრალი თერგი ერთი წვეთია, მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს. პოეტს სურს, რომ პოეზიის საშუალებით კითხოს აგრძნობინოს რაღაც ძალიან ღრმა, სათუთი, რაც თვითონ მას აფორიაქებს, სულს უშფოთებს, რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა სამშობლოს მონატრებული სანახების ხილვით მოგვრილი აღტაცება. ნაცნობი გადარეული თერგის ხმაურიანი მუსიკის მოსმენა, თუ საყვარელ ქალთან შეხვედრის მოლოდინი.
თერგი დამშრალია, როგორც ვიცით, რუსეთის ტერიტორიაზე, იქ მდორედ მიედინება, თითქმის დამშრალია. ილია ჭავჭავაძე როგორც უწოდებდა, იქ თერგი გავს მიმხრჩვალ, დამარცხებულ და ნათრეულ ომს. საქართველოში კი თითქოს იღვიძებს, ხმაურობს, ღელავს, თუმცა ის ერთი წვეთიც პოეტზე მოქმედებს როგორც მშობლიური და ამიტომაც გულს შეუძრავს და ამას კი ამ შედარებით ასე გამოხატავს, მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს. გადიარს არის დიალექტური ფორმა, რატომ გამოიყენა პოეტმა, იმისათვის რომ სწორედ ეს მშობლიური შეგრძნება უკეთესად გამოეხატა. თერგი და დარიალი საერთოდ არის თავისუფლების სიმბოლოები. დარიალის ხეობაში თავისუფალი, მონობას ვერ შეგუებული ხალხი ცხოვრობს. ამ ხარის წარმომადგენელი იყო მოხევე ყაზბეგი, რომლის პატარა მოთხრობებიდან დაიბადა ეროვნული თავისუფლების იდეაო, როგორც წერდა ოთარ ჭილაძე. ამ ხარეში მონობა ითვლებოდა სამარცხვინოდ ყოველთვის და ილია ჭავჭავაძემ კი თავის გზავრის წერილებში დახატა ყველაზე ცნობილი მოხევე ლევ-დღუნია და ცნობილი თავისი სიტყვებით: ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, მით იყვის ძველი დრო უკეთესიო. ესე იგი, ძველი დრო იმით იყო უკეთესი, რომ საქართველო იყო თავისუფალი და ეს იყო ცენტრალური ბგერასავით მაშინდელი ეპოქისა, როდესაც ჩაისახა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. თერგის სახე, როგორც ზღვარდაუდებელი თავისუფლებისა, პირველად გამოჩნდა გრიგოლ ორბელიანის ლექსში საღამო გამოსალმებისა. თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანსეუბნებიან. ილიამ კი მგზავრის წერილებში თერგს სულ სხვა მნიშვნელობა მიანიჭა. ის აქცია როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ სიმბოლოდ. მე გაგახსენებთ ცნობილ სტრიქონებს მგზავრის წერილებიდან. მგზავრი მიმართავს თერგს: ნეტავი შენ თერგო, იმით ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მშრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაური ბაყაყების ყიყინზე არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემიო. ამიტომაც არის, რომ ტიციან ტაბიძე ამ ლექსში ვერ იტევს აღტაცებას, ვერ იტევს აი ამ გრძნობებს მოზღვავებულს და ცდილობს, რომ მისი ეს სიხარული თერგის ხილვისა ან სამშობლოს მონატრებისა მთელ კოსმოსს გადაედოს თითქოს. აღარაფერი აღარ არის ირგვლივ მყუდრო და მშვიდი, ყველაფერი არის აფორიაქებული და აშლილი პოეტის გულივით. სამშობლო პოეტში იწვევს ტკბილმწარე განცდებს. ილია რომ წერდა: მაგრამ რაც უფრო მშვენიერი ხარ, უფრო და უფრო მტკივაგულიო. ან კიდევ ტიციან ტაბიძის სხვა ლექსი რომ გავიხსენოთ, სჯობს რომ არ გქონდეს სულად სამშობლო, ან და არ იყოს ასეთი ლამაზიო. ესე იგი, ეს სილამაზე და მისი ტრაგიკული ბედი იწვევდნენ სწორედ პოეტების ასეთ დიდ გულის ტკივილს. უფრო გამოკვეთდა თითქოს ეს სილამაზი და მშვენიერება საქართველოს ტრაგედიას, რადგან იგი იყო დამცირებული და შეურაცხყოფილი. ხოლო ამ ლექსში პოეტი თავის გრძნობებს ასე გამოხატავს: წამექცა თავზეცა გარღვეული და ცაზე კიდევ სხვა მყინვარისცა და დარიალით გადარეული თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს. მყინვარი არის საერთოდ სიწმინდისა და წმენის სიმბოლო. ერის უკვდავი სული, როგორც გახსოვთ, ილია ჭავჭავაძემ პოემა „აჩლის“ მიხედვით, სწორედ მყინვარიდან გადმოახედა და ათქმევინა თავისი შთამბეჭდავი ცნობილი სიტყვები: მარა და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. და ამიტომაც მყინვარი სამბურდამოდ შთაიბეჭდა მკითხველის მეხსიერებაში როგორც უწმინდესი ადგილი. დარიალით გადარეული, ეს არის ალიტერაცია, რომელიც საოცარ მუსიკალურ განცდას ბადებს, ხოლო მეტაფორა თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს, არაჩვეულებრივად წარმოაჩენს პოეტის შინაგან სულიერ მღელვარებას. ეს არის სიხარულისა და ტკივილის ცრემლები ერთდროულად. ამგვარი გულიშემძვრელი განცდებია შემოქმედების მასაზრდოებელი საზოგადოდ. ადამიანი სწორედ ამგვარი აღტაცების, გატაცების წამებში მაღლდება თითქოს საკუთარ თავზე და მთლიანად მიეცემა სიცოცხლის სიხარულს. ამიტომაცაა, რომ პოეტი ასეთი სითამამით წერს და გადავყურებ ალმას უფსკრულებს, კვალდაკვალ ჩემი დემონი მომსდევს. ალმასი უფსკრულები, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ხატოვანი თქმა არის, არამედ ეს არის რეალური პეიზაჟების წარმომჩენი. აქ დაბადებული ადამიანი არ შეიძლება რომ იყოს მონა. სწორედ ამას ამბობს გიორგი ლეონიძე ერთ ცნობილ ლექსში.
თები ბუმბერასთა საშინელი მხედრობა თუ ხარ მონა აქ არავინ გენდობა მონურ ღიმილს მე ვინ გადამაბრალებს მე გაპობილ ნაპრალებს ყივჩაღურებ ჩავყურებო ამ დროს ჩნდება ერთი შეხედვით მოულოდნელი სახე დემონისა ლექსში კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს საერთოდ დემონის სახე ხშირად გვხვდება ქართულ პოეზიაში მსოფლიო პოეზიაშიც და ის ყოველთვის არის მრავალმნიშვნელოვანი მაგალითად გავეხსენოთ სხვა ლექსებიდან როგორ წარმოჩნდება ეს დემონის სახე ტიციან ტაბიძესთან ისე ნაზია ეს მოგონება როგორც დემონის მთების შეხება ეს იყო სტრიქონები ლექსიდან ანანურთან დემონის შეხება სიკვდილს იწვევს იგი არის სატანური ბნელი ძალის განმასახიერებელი მაგრამ შემოქმედებაში ის ხშირად არის წარმოდგენილი როგორც იდუმალი ამოუხსნელი მისტიკური ფენომენი რომელიც აღვიძებს ადამიანში სწორედაც შემოქმედებით ძალებს და თავისუფლებისკენ სწრაფვას ტიციანის საყვარელი ფერმწერი იყო ვრუბელი, რომელსაც მთელი ციკლი ჰქონდა დახატული დემონებისა. როგორც ვიცით, ვრუბელმა გააფორმა ცნობილი პოემა ლერმონტოვისა დემონი, რომელშიც დემონის სახე არის სწორედ დახატული და წარმოჩენილი შთამბეჭდავად. დემონის სახე არასოდეს ძალიან ხშირად გაიელვებდა ხოლმე ცისფერყანწელების პოეზიაში. გალაქტიონთანაც არაერთ გზის შეხვედრია, ასევე ტერენტი გრანელთანაც. აი ტერენტი გრანელის სტრიქონები რომ გავეხსენოთ, გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზიაო. აი ეს განსხვავებულობა რომ გამოეხატა, ამგვარად წარმოაჩინა საკუთარი თუ გალაქტიონის ბუნება. ტიციანის ამ ლექსშიც დემონი, რა თქმა უნდა, ამ ნიშნულობებს შეითავსებს. ის არის, რა თქმა უნდა, მეამბოხე დაუმორჩილებელი სულის სიმბოლო, სულისა, რომელიც ჩარჩოებს ვერ შეგუებია. მაგრამ აქ იგი არის აგრეთვე სასტიკი ბედისწერაც. ბარათაშვილს რომ აქვს მერანში უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი. აი დაახლოებით ასეთი არის ეს დემონი. და რა თქმა უნდა, დემონი აქ არის უპირველესად ეპოქის სიმბოლო. ის წარმოაჩენს მის სიმკაცრესა და დაუნდობლობას. გალაქტიონსაც დემონი და დემონი წეღანაც აღნიშნეთ. ისიც საოცრად წარმოაჩენდა იმ სასტიკ ეპოქას, სწორედაც რომ ამ დემონის დახმარებით. სასტიკი იყო ჩემი დემონი, არი თვისებდა ჩვეულ გალობას, ანგელოზები უე დემონი. ტიროდნენ გზათა მიუვალობას. ესე იგი დრო იყო ისეთი, თითქოს ანგელოზებიც იყვნენ გამოყრილნი ედემიდანო. ძალიან ძნელია საერთოდ გადაურჩე ასეთ სისხლიან ეპოქას. ეს არის დრო ღვთისმკვლელობისა, ანგელოზთა განდევნისა. იგი ტრიალებს ვითვალი ქორის ეს საუკუნე მეფისტოფელიო, ესეც გალაქტიონის სტრიქონებია. მეფისტოფელი არის იგივე ეშმაკი და გალაქტიონი წერდა რომ დგას ქვეყანაში დემონების კორიანტელიო და თითქოს იგი ხედავდა სისხლიან ანგელოზებს ზესაში. ტიციანის ამ ლექსში დემონი, როგორც აღნიშნეთ, ბარათაშვილის თვალბედითი შავი ყორანივით მოსვენებას უკარგავს პოეტს და კვალდაკვალ მისდევს, შეპყრობით ემუქრება. ამ დემონის სახიერებისათვის ასეთი ხატრული სახეები აქვს მოხმობილი პოეტს. ვხედავ გიგანტის შოლტის უფსკრულებს, მუსკულებს და რკინის ბაწარს ყელზე რომ მომდებს. ესე იგი, აი თითქოს ვხედავთ როგორც ფერწერულ ნახატს, პორტრეტს ამ საშინელი ურჩხულისას, რომელიც პოეტს სიკვდილით ემუქრება. ეს მეტაფორა, რა თქმა უნდა, რკინის ბაწარი გიგანტმა რომ უნდა მოსდოს პოეტს გულზე არის ეპოქის დამახასიათებელი. როგორც აღნიშნეთ, ლექსი არის 1926 წელს დაწერილი და ამ დროს საქართველოში არის კომუნისტური რეჟიმი, რომელიც ყველა ხერხით, ყველა საშუალებით ცდილობს, რომ შემოქმედები თავის სამსახურში ჩააყენოს, შეზღუდოს და აიძულოს, რომ რეჟიმისთვის შესაფერისი პრინციპები იქადაგონ. იკრძალებოდა ყველაფერი, რაც არ შეეფარებოდა ამ რეჟიმს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ეპოქა ბევრ მწერალთან კარგად აისახა, მაგრამ განსაკუთრებით გრიგოლ რობაქიძემ შეძლო ეპოქის სულის გამოხატვა თავის არაჩვეულებრივ რომანში, რომელსაც უწოდა ესეთი მრავალნიშნულოვანი სათაური, ჩაკლული სული. გრიგოლ რობაქიძე, როგორც იცით, იძულებული იყო, რომ უცხოეთში გადაკარგულიყო და ემიგრანტად ქცეულიყო. იგი ვერ დაბრუნდა საქართველოში და გარდაიცვალა ჟენევაში და მთელი სიცოცხლე საქართველოზე ფიქსა და ოცნებაში გაატარა. და სწორედ გერმანიაში 1932 წელს მან შეძლო დაეწერა რომანი და თავისუფლად გამოეხატა თავისი ფიქრები, თავისი განცდები და ანალიზი გაეკეთებინა ამ ეპოქისა. ის წერს ამ რომანში, რომ ამ საბჭოთა რეჟიმის დროს ციცერონმა,
აი ესეთი ნიჭის ადამიანმა, ციცერონი რა თქმა უნდა აქ სიმბოლოა, ციცერონმა უნდა ილაპარაკოს მარქსისტულად. კოპერნიკმა აუცილებლად მატერიალისტურად ჭვრიტოს სამყარო, ხოლო შექსპირმა პროლეტარულად უნდა თხსას. და ერთ წევში წერს გრიგოლ რობაქიძე, აი რატომ დავტოვე საქართველოს? შეიძლება თქვენ შემეკითხოთ, ჩემი მამული და დედული როგორ მივატოვეო? ესოდენ ტკბილი და მშვენიერი, მოგეხსენებათ. და ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს. ბოლშევიკები გაჰყვირიან, რომ დემოკრატიას ვაშენებთო. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას, მაგრამ ეს დემოკრატია კი არ არის, არამედ ეს არის დემონოკრატიაო. გრიგოლ რობაქიძე წერდა, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძლიერი საყრდენი ეს არის რწმენა და რწმენას თუ გამოაცლიან, ის აუცილებლად დაიღუპება და წაიქცევა. და სწორედ ასეთი წაქცეული ადამიანები იყვნენ საბჭოეთში. ის ამბობს, რომ ხალხი უკვე აღარ არსებობს, მას აქ არის მხოლოდ მასა გამეფებული. და პიროვნება, ეს უხთიერესი მოვლენა სრულად ითქვიფება. პიროვნება როდის არის, როდესაც ადამიანი თავისუფალ არჩევანს აკეთებს და თავისუფლება არის სწორედ ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანისა ღვთისაგან მონიჭებული, სწორედ ეს წაართვა საბჭოეთის ადამიანს და ის აქცია ერთგვარ ახალ ადამიანად, რომელიც უნდა ყოფილიყო ზომბივით. და ისეთი ფანტასტიკური შედეგები მოქონდა ამ მორჩილებას. გრიგოლ რობაქიძე აღწერს რომანში, რომ მაგალითად ფიზიკოსები ცდილობდნენ, რომ თქვათ სტალინის გამოსვლის ტექსტები ფიზიკაში აღმოჩენებისათვის მიესადაგებინათ. მაგალითად, რომელიმე პოეტს თუ კითხავდი, რას კითხულობ, ის გეტყოდა, რომ მე ვკითხულობ მთავრობის სტენოგრაფიულ ჩანაწერებს და ეს ჩემთვის არის ყველაზე დიდი პოეზიაო. სხვათა შორის, მწერალთა ბედი თუ როგორი იყო ამ პერიოდში, არაჩვეულებრივად წარმოაჩინა აკაკი ბაქრაძემ შესანიშნავ წიგნში, რომელსაც უწოდა მწერლობის მოთვინიერება. სწორედ ამას ცდილობდა საბჭოეთი და საბჭოური რეჟიმი, რომ მწერლობა მოეთვინიერებინა და იქ აკაკი ბაქრაძეს აქვს ერთი პატარა შედარება მოხმობილი. საბჭოთა მწერალი გავდაო ადამიანს, რომელსაც სახლში მიაქვს მშიერი ოჯახისთვის პური, მაგრამ გზაში დაედევნებიან ძაღლები და რომ გადარჩეს, ის პურის ნატეხებს უგდებს ამ ძაღლებს. აი ასეთი ბედი ჰქონდათ მწერლებს, ისინი ცდილობდნენ, რომ რაღაც დათმობებზე წასულიყვნენ და ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო. როგორც აკაკი ბაქრაძე წერს, მთელ საბჭოეთში იყო გამეფებული ერთგვარი ინტელექტუალური ექსპლუატაცია. მე მინდა კიდევ ერთი პოეტი გავეხსენო, პაოლო იაშვილი, ამ დროის პოეტი თავისი ტრაგიკული ბედით, რომელსაც აქვს დაწერილი ლექსი მეღორის ლოცვა, რომელშიც ასეთი სტრიქონები არის. უფალო უსმინე შევარდენს, მის ხელით გიგზავნი ბარათს, მიშველე ღორებში ჩავარდნილს, ღორებში დარჩენილს მარად, უფალო მომეცი სამხარი ძაღლივით ამოსულს ცაზე და შენი პერანგი ნახმარი ჩამაცვი ცოდვიან ტანზე. გასაგებია, ვინი გულისხმება აქ ღორებში. ან კიდევ სურვილი, რომ ქრისტეს ნახმარი პერანგი ჩაიცვას, ეს არის სურვილი, რომ ჯვარს ეცვას და დაიღუპოს, ოღონდაც კი ამ ღორებს გაეცალოს. ტიციან ტაბიძის ლექსშიც არის ასეთი სტრიქონები. როგორც ვიცით, ტიციან ტაბიძეც 1937 წელს სწორედ ამ რეჟიმს შეეწირა, იგი დახვრიტეს. ამიტომაც ლექსის ეს სტრიქონები წინასწარმეტყველურად ჟღერდა, ვიცი მომელის მაინც ეს ბედი და ისიც ვიცი ჩემზე ახია, ძვირფასო არა ვარ იცოდე ყბედი, ან თავის მოკლა რა ტრაბახია. თვითმკვლელობა პოეტისთვის რა თქმა უნდა არის გაქცევის ტოლფასი. ამიტომ ცხოვრება, თუმცა ასეთ საშინელ მარწუხებში მოაღწევდა ხოლმე პოეტს, მაინც ვერ წააქცევდა პოეტს და ის ცდილობდა, რომ ფეხზე დამდგარიყო. თუმცა ხანდახან სასოწარკვეთილება ეუფლებოდა და იავნანასავით ჩაესმოდა ხოლმე თვითმკვლელობის განზრახვა. მე მინდა გაგახსენოთ კიდევ ერთი ლექსი, სადაც ეს წინასწარმეტყველება კარგად ჩანს და სულის შემხუთველი მდგომარეობა პოეტისა. გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები, შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვრჩებიო. ისიც იცოდა რა თქმა უნდა, როგორც წეგან აღნიშნეთ, რომ თვითმკვლელობა არ იყო ვაჟკაცური, მაგრამ ფიქრობდა, რომ ამ თვითმკვლელობით ის თავისი მგოსნობის ფასს წარმოაჩენდა.
ლექსში კი ვკითხულობთ, მაგრამ მიტაცებს ხალივით ამ თვალუწვდენელ ხრამების ფსკერი, ვიცი ქალი ხარ, ყველა ქალივით, ვიცი ამასაც ეჭვით უცქერი. ლექსის რიტმი არის აჩქარებული და მთელი ლექსი ისე იკითხება, თითქოს აი ამოისუნთქავ და მეც ვეღარც გააგრძელებ. იმდენად დამოხტულია ეს სტრიქონები და პოეტის გულში ჩდება ერთბაშად დიდი სიყვარულის გრძნობა. მინდა რომ ვიყო მწირი გულადი, საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღნა. ეს არის მინიშნება ლერმონტოვის პოემაზე მწირი. სწორედ მისი პერსონაჟია მწირი, რომელიც ვერ შეეგუა ჩაკეტილ სივრცეს, ჩაკეტილ გარემოს, უცხო გარემოს და გაიქცა და შეებრძოლა ვეფხვს. თუმცა ვეფხვთან მებრძოლი კიდევ ერთი ნაცნობი გმირი გვახსენდება, ეს არის ტარიელი, შეუდარებელი ვაჟკაცი, რომელიც ცდილობდა რომ ყველა დაბრკოლება გადაეალხა და თავისი სიყვარული მოეპოვებინა. ძალიან დიდი ენერგია ახლავს, როგორც გითხარით, ამ სტრიქონებს და ეს განცდები, რომელიც მას აქვს თავისი საყვარელი ქალის მიმართ, ესე იგი სიყვარულის გზნობა, მას თითქოს ყოველგვარ შიშს დააძლევინებს. მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე, მინდა გავიხსნა გული ალალი მე, ყაჩაღებმა მომკლეს არაგზე, შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი. ახლა უკვე რა თქმა უნდა ცხადია, ვინც იგულისხმება ყაჩაღებში და ძალიან კარგად წარმოვიდგინეთ ეს ყველაფერი. 1927 წელს არა მხოლოდ ტიციანი დახვრიტეს, არამედ მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი და კიდევ სხვა მრავალი. პაოლო იაშვილმა კი, როგორც მოგეხსენებათ, პროტესტის ნიშნად მწერალთა კავშირში თავი მოიკლა. მაგრამ დარჩა ამ მწერალთა შემოქმედება, დარჩა მათი ლექსები, რომლებიც მკითხველს სწორედ თავისუფლების სულს უღვიძებენ და დაარწმუნებენ, რომ ბრძოლა არასოდეს არ არის უაზრო, რომ ადამიანი არაფერს არ უნდა დაემორჩილოს, თუ კი ეს არ შეესაბამება მის იდეალებს. მე მინდა გირჩიოთ, რომ წაიკითხოთ ტიციანის სხვა ლექსებიც და იგრძნოთ ნამდვილი პოეზიის სურნელი. გმადლობთ ყურადღებისათვის.